ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ყველაფერი ზღაპრებია და მე ის მაწუხებს რომ აი განსაკუთრებით შიდა ქართლში აი ამას ძალიან მონურად ხდება აქაური მოსახლეობა. მე ვფიქრობ უნდა აჯაყდნენ, მოითხოვონ თავისუფლებები და ის ბიუჯეტის თანხა რაც შედის მოხმარდეს მხოლოდ საზოგადოებას და ამისთვის გვინდა ისეთი ხელისუფლება, ვინც აი ამას ისე გააკეთებს როგორც ჩვენ მოვითხოვთ. ჩემი აზრი ეს არის. ჩვენ ძალიან გამდიდრდით რა ვიცი ხო? თავანთვის გაიზარდა, ჩვენთვის არ გაიზარდა. მაეთყობა ხალხს აი გრძნობენ რომ გაიზარდა. მა რუტინის ხალხი ვერატყობთ კაცო. ჩემი გადმოსახედა რო გითხრა რავი, ზოგისთვის კი არის და ზოგისთვის გააჩინია რავი რა გითხრათ. თვითონ ვერ გეტყვით მაგას. მე მაგალითად გამეზარდა და სხვისი არ ვიცი. გაზილა ეკონომიაა. ჩვენ თავრობა ისეთია რომ სულ მოსაშორებლები არიან. ხალხი არ ეცოდებათ. აძვირებენ იმას ზოგს რო აქვს, ზოგს ხო არ აქვს. იმა რა უნდა ქნას? მშივრები უნდა დაიხოცო. აბა მე მააქრამე რა ვჭამ. სახში ვიჯდე. არ გამოსულარ და ერთი კვირა წესიერად პური არ მიჭამია. ხო ცოდო არა. ხო მე ჯანაბასაც ხვები ვისაც პატარები ყავთ იმაზე რა საფიქრობენ პატარა ბავშვებს ჭამა არ უნდა და რა ვიცი აბა გაფხაი კიდე ჯიბით დავდივარ და მე მაგალითად და იმის უკმაყოფილობაა რომ ეს ჩვენი ქვეყანა ისე არ არის როგორც უნდა იყოს ეხლა რო აქ ამღერიან ავადმყოფები გულწრფელია ხო შეიძლება რომ ავადმყოფი ისე გადიკურდოს მუსიკოსები ქუჩაში მღერიან რომ ავადმყოფს და ფული აუკრიფონ და გადაანარჩუნონ ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა ავადმყოფსა რომ არ უნდა დაიღუპოს აი ეს არის ჩემი სათქმელი